ეგვიპტური პირამიდები. ეს ყველაზე ცნობილი პირამიდებია, რომლებიც ფარაონების სამარხებს წარმოადგენდნენ. გიზის დიდი პირამიდა, ქეოფსის ან ხუფუსი. ეს არის მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთადერთი, რომელიც დღემდე შემორჩა. მისი სიმაღლე თავდაპირველად 146,6 მეტრი იყო. მშენებლობა. მეცნიერები დღემდე კამათობენ ზუსტად როგორ აშენდა ისინი. გამოიყენებოდა მილიონობით ქვის ლოდი, თითოეული რამდენიმე ტონას იწონიდა, რომლებიც საოცარი სიზუსტით იყო ერთმანეთზე დალაგებული. დანიშნულება. ეგვიპტელებს სწამდათ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის. პირამიდა იყო აღდგომის მანქანა, რომელიც ფარაონს ღმერთებთან შეერთებაში ეხმარებოდა. მეორე. მეზოამერიკის, მაია და აცტეკების პირამიდები. მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში მდებარე პირამიდები ვიზუალურად და ფუნქციურად განსხვავდება ეგვიპტურისგან. ფორმა. ისინი ხშირად საფეხუროვანია, კბილანებიანი და ბრტელი თავი აქვთ. დანიშნულება. ეგვიპტურისგან განსხვავებით, რომელიც სამარხი იყო, ამერიკული პირამიდების თავზე ხშირად ტაძრები იდგა, სადაც რიტუალებს და მსხვერპლ შეწირვას ატარებდნენ. ცნობილი მაგალითები: ჩიჩენ იცა, კუკულკანის ტაძარი და ტეოტიუაკანი, მზისა და მთვარის პირამიდები. მესამე. სხვა პირამიდები მსოფლიოში. ნუბიური პირამიდები, სუდანში. სუდანში უფრო მეტი პირამიდაა, ვიდრე ეგვიპტეში, თუმცა ისინი ზომით უფრო პატარაა და უფრო ციცაბო კუთხით არის აგებული. ჩინეთი. არსებობს ჩინეთის იმპერატორთა პირამიდებიც, ყორღანები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია პირველი იმპერატორის, ცინ შიხუანდის აკლდამა, სადაც ტერაკოტის არმიაა. საინტერესო ფაქტები. მათემატიკური სიზუსტე. დიდი პირამიდის გვერდები ზუსტად არის ორიენტირებული ჰორიზონტის 4 მხარესთან: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი. არქიტექტურული საოცრება. ქვებს შორის შეერთება იმდენად მჭიდროა, რომ მათ შორის დანის პირიც კი ვერ ეტევა.